გამარჯობა, მე ვარ პიზა. ეს არის კულტურის განვითარების ფონდის მესმას მედია პროექტი მესმა კულტურა, რომლის ფარგლებში სხვა კულტურულ ღონისძიებაზე მოგიყვებით. დღეს მესმა კულტურა ჩამოვიდა ბაკურიანში, სადაც Eastern Promotions-ის ორგანიზებით ტარდება Winter Jazz ბაკურიანი 2026. ფესტივალის ფარგლებში ბაკურიანს ესტუმრა ათეულობით მუსიკოსი. მოდით, ერთად დავესწროთ ფესტივალს და უფრო მეტი გავიგოთ მის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ საშუალება გვაქვს გავავითაროთ ფესტივალები და ახლა უკვე 4-ვე სეზონი შევკარით. სწორედ ემსახურება ზამთრის კურორტების განვითარებას, ხო იდეა რა არის სხვა ფესტივალების, რომ ცნობილი არტისტები ჩამოვიყვანოთ, ფესტივალი გავაკეთოთ და მოვიზიდოთ ადგილობრივი ტურისტების და ასევე ჩამოსული ტურისტების, რაც ხელს შეუწყობს თავისთავად ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე. მუსიკალურ ნაწილზე რაც შეეხება უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურას, ნებისმიერი დონის და მასშტაბის არტისტს უმასპინძლობს საქართველოში ნებისმიერ წერტილში, თუნდაც მთის კურორტებზე და უკვე ნელ-ნელა მომავალშიც ეს ყველაფერი ვითარდება და იმედი მაქვს, რომ უფრო მასშტაბური, უფრო მასიური გახდება ფესტივალებიც, როგორც ზამთარში და ზაფხულში, ასევე შემოდგომაზეც, რომელიც კახეთის რეგიონში ვატარებთ ხოლმე, ალბათ იცით წინანდალში და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი ვითარდება, წლიდან წლამდე ემატება მაყურებელს და მე მგონი ყველა კმაყოფილია. How important it is for you to take part in this festival? Tell us. Yeah, I have to say that we are very excited to be part of this amazing context. We've been in Georgia already a couple of times performing for the same amazing crew, which has got a great taste in terms of arts and music in general. And in fact, being here, sharing our vibe with the crowd is a privilege. But also, actually, we enjoy a lot all the other bands performing here. We are from an area in Italy, in northern Italy, where it's very easy to go skiing. Therefore, we will go skiing from tomorrow onwards, actually. So we really enjoy the place as well. ეხლა ზამთრის სეზონი ხსნის ჯაზ ფესტივალების სეზონს საქართველოში სპორტულად ისვენებს და თან მაგარ მუსიკას უსმენს და ეს ორივე ერთად არის ძალიან მაგარი ჯამთელი, კარგი ესეთი ფესტივალი გამოვიდა. ნუ რაც ეხება ორდღიანი ფესტივალია, ძალიან ბევრი მუსიკოსია ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთელი დღის განმავლობაში ისეთი სტილის მუსიკა იყო და მიმართულებები, რომ მე მგონი გურგლის არავის არ დატოვდა, ყველა თავის სას იპოვდა, ესე თქვა და პლუს ვიღაცები კიდე აღმოაჩენდნენ ახალ მუსიკას, ახალ მუსიკოსებს. ბაკურიანი 2026 დასასრულს მიუახლოვდა, ფესტივალი სულ 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დღეების განმავლობაში სცენაზე 10 კონცერტი გაიმართა. Winter Jazz ფესტივალი 2027 წელს ახალი პროგრამით დაუბრუნდება სცენას.